ახალი ომბუდსმენის პირველი სამუშაო დღე უჩანანუაშვილმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ომბუდსმენს დილიდან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თავდაპირველად ის თანამშრომლებს გაეცნო და ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტებს გაესაუბრა. უჩანანუაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრას თანამშრომლებთან დღის ბოლოს გამართავს და სამუშაო გეგმასაც შეადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დღეს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. არის ძალიან ბევრი თემა, ბევრი მიმართულება, ამაზე უკვე უახლოესი დღეების განმავლობაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ომბუდსმენი უკვე წარსდგა მოხსენებით სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის აპარატმა მოხსენება 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოს ციხეებში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. შეხვედრას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრა. მდგომარეობის დასარეგულირებლად საჭირო გახდა სპეციალური მონიტორინგის განხორციელება პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მუშაობდნენ სხვადასხვა ციხეებში, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში და აი ამ მონიტორინგის შედეგებს სწორედ ასახავს დღეს წარმოდგენილი ანგარიში. ანგარიში მომზადდა სწორედ ციხის კადრების, ეგრეთ წოდებული ციხის კადრების შემდეგ, სექტემბრის მოვლენების შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, პენტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ოფისი მაქსიმალურად ვეცდებით, რათა მსგავსი ფაქტები საქართველოში აღარ ხდებოდეს. მაქსიმალურად წამება, არახუმანური, არაადამიანური მოპყრობა მაქსიმალურად ამოიძირვოს და აღარ ჰქონდეს ადგილი პენტენციალურ დაწესებულებებში.